დღეს ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ანაკლიაში გაემგზავნენ. მომავლის ბანაკში ის ახალგაზრდები წავიდნენ, რომლებმაც სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს. ახალციხის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის განმარტებით ანაკლიის ბანაკში ქალაქის პირველი, მეორე და მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. გელა დამუნაშვილის თქმით, ისინი მონაწილეობას სხვადასხვა სპორტული სახეობის ფინალურ ტურნირში მიიღებენ. გამარჯვებულები კი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრებიან. 21 ახალციხელი მოსწავლე ანაკლიის მომავლის ბანაკში 14 ივლისამდე დარჩება. მე ვარ ქალაქ ახალციხის წარმომადგენელი, მოვიგე მაგიდის ჩოგბურთში, მივდივარ ანაკლიაში და იმედია, რავე, წარმატებასაც მივაღწევ. ესებით მივაღწიოთ შედეგებს და ასახელოთ ჩვენი ქალაქი. რაც ყველაზე მთავარი, გამარჯვებული გუნდები მიემგზავრებიან სხვადასხვა ქვეყნებში. და იმედია, რომ ჩვენი მოსწავლეებიც რომელიმე გუნდი გაემგზავრება უცხოეთში.